გამარჯობა, მეგობრებო. მორიგ ეპიზოდს გთავაზობთ. ნატოსთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ ელჩ დათო დონდუასთან, რომელიც ამავდროულად გახლავთ ევროკავშირის ცნობიერების ცენტრის უფროსი მკვლევარი. დიდი მადლობა ბატონო თქვენი დროისთვის. ჩვენ წინა ეპიზოდში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ ეს თემა ამოუწურავია, მით უმეტეს იმ ფონზე, რასაც ვხედავთ ჩვენ ახლა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ უკრაინაში და რასაც ზოგადად მთლიანად მათ შორის ირანის ფაქტორი და უამრავი გარემოების გათვალისწინებით და მე ვფიქრობ შესაძლოა გამოგვივიდეს ტრილოგიაც, რომ შესაძლოა ამ ერთ ეპიზოდში ვერ ამოვწუროთ ყველაფერი ერთად, მაგრამ მოდით ვიყოთ თანმიმდევრულები და დავიწყოთ იმითი, ახლა რა მოცემულობა გვაქვს განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა აკეთებს განცხადებას ევროპიდან ჯარისკაცების გაყვანის თაობაზე, ამითი დავიწყოთ. რამდენად 5,000 ჯარისკაცის გაყვანაზე არის ამ ეტაპზე საუბარი, რამდენად შესწევს ევროპას, როგორ აისახება ევროპაზე ამ მოცემულობაში 5,000 კაციანი კონტინგენტის დანაკლისი, 5,000 კაცი შესაძლოა ვიღაცა სულაც არ მოეჩვენოს ბევრად, მაგრამ სრულფასოვანი ბრიგადა არის და ერთი ბრიგადის გამოკლებას, რა თქმა უნდა, რაღაც თავისი გარემოება ექნება. ბატონ დათო, გთხოვთ. მოგესალმები, გიორგი, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს ყველაზე აქტუალური თემა არის პრეზიდენტ ტრამპის განცხადება გერმანიიდან 5,000 ჯარისკაცის გაყვანის თაობაზე. ამაზე შეფასება რომ გავაკეთოთ, უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება დღეს, მხოლოდ ეს ციფრი ვიცით, რომ 5,000 გაღავს. მაგრამ საიდან გაღავს და სად მიყავს, არ ვიცით. არითმეტიკულად თუ მიუდგებით, მართალი ხარ 5,000 შეიძლება ბევრი არ არის ერთის მხრივ, როცა 39,000 ჯარისკაცი ყავს ამერიკას მარტო გერმანიაში. მაგრამ მეორეს მხრივ 5,000 არის გერმანული ბრიგადა, რომელიც პოლონეთში არის განთავსებული. საინტერესოა საიდან მიყავს, ამაზე არანაირი ინფორმაცია არ არის, არც არანაირი კონსულტაციები გაული, არანაირი წინასწარი არის გაფრთხილება არ ყოფილა პარტნიორებისადმი, რომ ამას გააკეთებს. საიდან გაღავს? 50-მდე სამხედრო სხვა სახის სამხედრო ობიექტი აქვს ამერიკას გერმანიაში. რამშტაინიდან გაღავს, რომელიც ყველაზე დიდი ბაზა არის, თითქოს არაო. თუ გაღავს ბავარიაში ყავს რამდენიმე მომცრო გარნიზონი, რომელიც ძირითადად წვრთნებს და როტაციას ემსახურება, მაშინ შედარებით ადვილად და ონტკინეულოდ ჩანაცვლება. თუ ვისბადენიდან გაღავს, რომელიც ევროპული სარდლობის მთავარი შტაბია და იქიდან ხდება უკრაინის დახმარების კოორდინაცია, ეს უფრო ცუდია. თუ იმ ბაზებიდან გაღავს, რომლებიც აღმოსავლეთი ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ეს კიდევ უფრო ცუდია. მოკლედ, სანამ მეტი ინფორმაცია არ გვექნება, ამის ანალიზის გაკეთება რთულია. აქ ასევე მნიშვნელოვანი არა მარტო ის, თუ საიდან გაღავს, არამედ სად მიყავს. საერთოდ გაღავს გერმანიდან ყავს, გასაგებია, მაგრამ ამერიკაში აბრუნებს, ახლო აღმოსავლეთში მიყავს თუ ევროპაში ტოვებს, ოღონდ სხვაგან. გუშინ წინ იყო პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტები მიესალმენ, რომ თუ გერმანიიდან აპირებ გაყვანას, ჩვენ დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთო. თუ ამას აპირებს, ეს პირიქით, კარგიც არის და ლოგიკურიც არის. თავისთავად, ეს კონფიგურაცია, რაც ახლა არის, 85,000 ჯარისკაცი ყავს ამერიკას ევროპაში და იქიდან ნახევარი 85. იქიდან ნახევარი არის გერმანიაში. ეს არის ცივი ომის გადმონაშთი. როდესაც 300,000-დან ყველაზე მეტი ყავდა გერმანიაში. მაგრამ მაშინ გერმანია იყო საზღვრისპირა ქვეყანა. და მთავარი დარტყმის ობიექტი. თუ საიდან მეეშინოდათ, რომ მეხუთე მუხლის საზღვარი დაირღვეოდა, ეს იყო დასავლეთ ბერლინი და ოდერი. ამიტომ ეს გასაგები იყო, მაგრამ დღეს თუ ამ ჯარისკაცებს გადაანაწილებს აღმოსავლეთ ევროპაში, ეს პირიქით კარგიც და ლოგიკურიც იქნება.
ჯარისკაცების გაყვანა, მოკლედ როგორც არ უნდა იყოს 5000 არ არის ისეთი დიდი რაოდენობა, რომ ევროპამ ის ვერ ჩაანაცვლოს. უფრო ცუდი არის შეიარაღების გატანა კი არა, აი ტომაჰოკების არ განლაგება. თუ გახსოვთ რუსეთმა როცა კალინინგრადის ოლქში ისკანდერები განათავსა, ამის საპირწონედ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპის ტერიტორიაზე, მათ შორის გერმანიაში განთავსებულიყო ტომაჰოკის რაკეტები, ხმელეთიდან რო უშვებენ ის მოდიფიკაცია. მაგრამ ახლა ამაზე პრეზიდენტი ტრამპი უარს ამბობს. აი ეს უფრო რთული იქნება და ეს უფრო დამაზიანებელი იქნება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე 5000 თუ როგორც თქვა კიდე სხვა ქვეყნებიდანაც აპირებს გაყვანას. ეს შეიძლება რაღაც ბოდიში რომ გაწყვეტ, ეს შეიძლება რაღაც სპონტანური გადაწყვეტილება იყოს, ან შეიძლება სპონტანურ გადაწყვეტილებად ჩავთვალოთ, თუ ეს არის რაღაცა სიბრაზე, აი სპონტანურობასთან ბრაზიც ირანთან მიმართებით, რომ არავინ განსაკუთრებით გერმანიაზე გაბრაზდა, რომ იქ რაღაცა თუ საერთოდ ანგრევს ეს კაცი ყველაფერს. კარგი კითხვაა, რომელზეც ახლა ყველა ფიქრობს რა არის და რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება. ახლა ერთი მხრივ ეს ახალი არ არის. ჯერ კიდევ ობამამ დაიწყო, თუ გახსოვთ, თავისი პრეზიდენტობის დროს, როცა გადაწყვიტა ევროპიდან ამერიკული ჯარების მნიშვნელოვანი შემცირება. არც იმას უყვარდა დიდად ნატო და არც მაინც ევროპელები სადმე იყო კეთილგანწყობილი ევროპული პოლიტიკისადმი გახსოვთ თქვენ ესა. მაგრამ შემდეგ ყირიმის მოვლენებმა გადაათქმევინა. თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი პირველი პრეზიდენტობის ბოლო წელს 2020-ში განაცხადა, რომ ევროპიდან გაღავს აპირებს ჯარების გაყვანას, მაგრამ არ დასწავდა. ეხლა რაც მოვიდა, ამაზე გაუთავებლად არის ლაპარაკი, მაგრამ არ ყოფილა არანაირი კონსულტაცია ევროპელებთან, მასპინძელ ქვეყანასთან, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა არის ცივილიზებული ურთიერთობის დროს, თუმცა პრეზიდენტ ტრამპისგან ასეთი ქმედება გასაკვირი არ არის. რამდენად ემოციური იყო, ამის ეჭვიც არის, იმიტომ რომ ეს განცხადება გაკეთდა მას მერე მეორე დღეს, როდესაც კანცლერმა მერცმა ძალიან ყვახეთ მოიხსენია ამერიკის პრეზიდენტი და თქვა, რომ მას არანაირი გეგმა არ აქვს ირანში და ამერიკა არის დამცირებული. და მეორე დღეს აკეთებს ამ განცხადებას. ისე საერთოდ საკითხავია, მოახერხებს თუ არა ამ 5000-ის გაყვანას 6 თვიდან 1 წლამდე, ანუ დაჩქარებულ რეჟიმში გახავს ეს 1 წელი და დაჩქარებული რეჟიმი არის 5000 ჯარისკაცის გაყვანასთან. ეს 5000 მარტო 5000 ხო არ არის. მაგათ ოჯახები არის შეიარაღება, არის ტექნიკა, რომლის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადატანას ჭირდება სერიოზული მომზადება და არსად ესეთი გამოთავისუფლებული 5000 ადგილი გინდა ერთად, გინდა ცალ-ცალკე ამერიკას არ აქვს. იქ საბავშვო ბაღები გარდა სამხედრო ინფრასტრუქტურისა, იქ სკოლებია, საჭირო საბავშვო ბაღებია და მთელი ლოგისტიკური უზრუნველყოფა ოჯახების გადასაყვანა და ტექნიკის გადასატანად. ნახოთ, დრო გამოაჩენს. ბატონო, რა სიგნალი იქნება, ან ახლაც რა სიგნალი არის მაგალითად მოსკოვისთვის ესეთი გადაწყვეტილებები? და ვხედავთ აი ამ ქაოტურ გადაწყვეტილებებს ზოგადად ევროპასთან მიმართებით და არა მხოლოდ, მაგრამ კონკრეტულად კონტინგენტის გაყვანა როგორ შეიძლება იყოს აღქმული მოსკოვში. ამასთან რატო ვამბობ, რომ მაგალითად ავღანეთიდან აი ეს ძალიან სწრაფად ჯარების გამოყვანაც იყო ძალიან ცუდად როგორ ახლა მოსკოვმა სათავისოდ აღიქვა ეს ყველაფერი, მაგრამ აი აქ უკვე სულ სხვა რაღაცაზე არის ხო საუბარი, აი ეს როგორ შეიძლება იყოს შეფასებული. მოსკოვი ძალიან ყურადღებით აკვირდება საერთოდ აი ამ განცხადებებს, რომელიც მოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან თეთრი სახლიდან. ევროპის განცხადებები ნაკლებად ადარდებს, მაგრამ ამერიკის ყველა განცხადებას ძალიან კარგად ზომავს და აანალიზებს. ეს პირველი არ არის, პირველი ქმედება და პირველი განცხადება არ არის, რომელიც სერიოზულად აზიანებს ევროპის უსაფრთხოებას. პრეზიდენტი ტრამპი რეგულარულად აკეთებს ესეთ განცხადებას, ნატოს დამამცირებელ განცხადებას.
ამის წინ ისიც კი თქვა, რომ ესო არისო ნატო არის რაშია და რა ქაღალდის ვეფხვიო და ესო მოსკოვმაც კარგად იცისო. ეს არის პირდაპირ სიგნალი მოსკოვისთვის, რომ ეს ორგანიზაცია არაფრის მაქნისი არ არის. ნუ ახლა ეს ტრამპი ბევრ განცხადებას აკეთებს, ამიტომ ასე ერთი-ორი განცხადებით რუსეთი გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მithomet ეს სანამ უკრაინის ომში არის ჩართული, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მეორე ფრონტი გახსნას და ნატოს მიმართულებით, მაგრამ ეს უკრაინის ომი ადრე თუ გვიან დამთავრდება და აი მერე რა ხდება. გიორგი, თქვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში, მგონი წინა კვირას იყო, ყავდათ საინტერესო სტუმარი, თუ არ ვცდები, თამაზ იმნაიშვილი. თადარიგის პოლიტიკონიკი, დიახ. და ის ამბობდა, რომ უკრაინის ომი რომ დამთავრდება, პუტინი ამ ჯარს რუსეთში ვერ დააბრუნებს და სრულიად მართალია. ომის ესე შეწყვეტა ის უნარი რუსეთს არ აქვს, ეხლა მთელი ქვეყანა და არა მარტო ეკონომიკა, არამედ ყველაფერი გადართული არის ომის რეჟიმზე და ომის რეჟიმიდან მშვიდობის რეჟიმზე ყისიერად გადართვა იქნება ძალიან რთული და დამანგრეველი ეკონომიკისთვის, სოციალური სისტემისთვის და რაც ბოლოს პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ამიტომ რუსეთი სადღაც წაიყვანს ამ ჯარს. სად არ ვიცი, ნახოთ. შეიძლება წაიყვანოს ნატოს მიმართულებით, არის მოწყვლადი წერტილები ბალტიის ქვეყნებში, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ იქ ხო. შეიძლება ცენტრალურ აზიაში წაიყვანოს, შეიძლება სამხრეთით წამოიყვანოს, მაგრამ სადღაც უნდა წაიყვანოს. აფრიკაში არ არის მაგდენი საშუალება და იქ ვინც აღავს იქაც ისინი ცუდ მდგომარეობაში არიან განსაკუთრებით ახლა ბოლო პერიოდში ცენტრალური აფრიკის იქიდანაც ავიწროებენ, მაგრამ ასეა თუ ისეა ფაქტია, რომ ამერიკამ დაიწყო ევროპისგან დისტანცირება და ეხლა ევროპა უნდა გადაეწყოს იმაზე და უკვე ეს გაანალიზებული აქვს, რომ თვითონ შეძლოს მაქსიმალურად საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აი მან მაგ კითხვა ზუსტად ბატონო თუ ბოდიში კიდევ ერთხელ რო გაწყვეტილო. ესე იგი, რითი უნდა შეავსოს დანაკლისი. ჩვენ ხედავთ ეს ტრანსფორმაციას ვაკვირდებით, აი ახლა პროცესი დაწყებულია, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, შუამდეც არ არის მისული, რაღაც საწყისი ეტაპია, რომ და ის ტრანსფორმაციაზე არის ლაპარაკი. ტრანსფორმაცია თვითონ ევროპის უსაფრთხოების, იმიტომ რაღაცა უნდა რაღაცნაირი გადაწყვეტილება უნდა იყოს ხო მიღებული. ეს დანაკლისები, თუნდაც აი 5000 კაციანი, თუნდაც მერე უკვე მეტი და მეტი, როგორ ფიქრობთ, როგორ შეივსება ეს დანაკლისი, სადა მოივსება და რითი? გიორგი, ეს როდესაც სამხედრო შესაძლებლობებზე არის ლაპარაკი, მარტო ჯარის რაოდენობით დღეს უკვე აღარ უნდა ვილაპარაკოთ. ეს ერთგვარი ცივი ომის კრიტერიუმია, როდესაც სამხედრო სიძლიერეს ითვლიდნენ ჩექმების რაოდენობით. აი, რამდენი ამერიკული ჩექმა არის ევროპის ტერიტორიაზე. Boots on the ground ესეთი გამოთქმა არის, მოგეხსენებათ. დღეს ჩექმაზე უფრო მნიშვნელოვანი არის საშუალებები, სამხედრო საშუალებები, enablers. აი ეს არის მთავარი. დღეს ნატოს, როგორ ქვია, თავდაცვის გაგეგმარების პროგრამაში 4 წლიანი ციკლი რო არის. იქ აი ეს საშუალებები enablers 44% არის ამერიკული ევროპაში. აქ ბირთვული არ გულისხმება, ეს ყველაფერი დანარჩენი. ეს საშუალებები არის როგორც საბრძოლო, ასევე ლოგისტიკური. 44% მოდის ამერიკაზე და ეს უკვე შემცირებული ციფრი არის, უფრო მეტი იყო, ნახევრამდე იყო. გათვლა ისეთია, რომ 2032 წლისთვის ეს 44% 30%-ზე უნდა ჩამოვიდეს. ანუ 70% უნდა იყოს ევროპული საშუალებები. ახლა ვერ გაანულებენ და ამის აუცილებლობაც არ არის, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც ევროპელებს უბრალოდ არ აქვს. ტექნოლოგიები, რომელსაც ამერიკა, მათ შორის თავის ნატო პარტნიორებსაც არ უზიარებს, რომ გინდა არ გინდა ამერიკისგან უნდა იყიდო.
მაგრამ რისი ჩანაცვლება შეიძლება ეს მაქსიმალურად უნდა ჩანაცვლოს. უბრალოდ 32 წლამდე დრო აქვს თუ არა ევროპას ეს არ ვიცით, იმიტომ რომ უკრაინის ომი ადრე თუ გვიან და იმედია უფრო ადრე გაჩერდება და ის შემდეგ რა ხდება? შემდეგ საფრთხე ევროპისთვის არის რეალური, არა ეფემერული, არამედ რეალური. და ასევე გიორგი რეალური არის საფრთხე იმისა, რომ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდეს. ამის საფრთხე არის ძალიან რეალური. საერთოდ ნატო არის მეხუთე მუხლის ორგანიზაცია. აი ამ პრინციპისთვის შეიქმნა, რომ ერთ რომელიმე წევრს თუ დაემუქრება საფრთხე, ყველა უნდა დაეხმაროს. მაგრამ ეს პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, ეს ჯერ არავინ არ იცის და პრეცედენტიც არ გქონია. მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს ეს მუხლი ამოქმედა ჯერჯერობით ერთადერთხელ ნატოს ისტორიაში, მაგრამ ეს მაგალითად არ გამოდგება. არ გამოდგება, იმიტომ რომ მაშინ ის ამოქმედა არა იმისთვის, რისთვისაც ეს მუხლი დაიწერა, რომ ამერიკელებს ჰქონოდათ ევროპელების დახმარების იურიდიული საშუალება, არამედ პირიქით ამერიკელებს დასჭირდათ ევროპელების დახმარება. უпростоრად ამერიკელებს კი არ დასჭირდათ, ევროპელებს დასჭირდათ მეხუთე მუხლის ამოქმედება. თორემ ამერიკას მაშინ არც უთხოვია, რომ მეხუთე მუხლი ამოქმედებს. ეს საინტერესო დეტალია სხვათა შორის. 12 სექტემბერს 2001 წლის ელჩების ხდომაზე გენერალურმა მდივანმა დააყენა საკითხი, რომ ჩვენს ერთ-ერთ წევრს თავს დაესხნენ და რას ფიქრობთ მეხუთე მუხლის ამოქმედებაზეო, რაც მანამდე არ ყოფილა. და ყველა დაუჭირა დიდი ენთუზიაზმით მხარი და რატო დიდი ენთუზიაზმით? იმიტომ რომ მაშინ უნდა ვიცოდეთ რა ხდება ამ დროს ნატოში. ამ დროს ნატოში არის სერიოზული კრიზისი. საერთოდ ცივი ომის დამთავრების შემდეგ ნატო არის პერმანენტულ კრიზისში. ცივი ომის დროსაც ჰქონდა რაღაცა კრიზისები, საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაშინ ძალიან ოპერატიულად და წარმატებით მოახერხა მათი დაძლევა და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდა შემდეგ. მაგრამ აი ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც დაკარგა თავისი მიზანი და ფუნქცია, გაქრა საბჭოთა კავშირი და დაიშალა ვარშავის ბლოკი და დაიწყო ფუნქციური კრიზისი, იდენტობის კრიზისი, ტრანსფორმაციის კრიზისი, რომელთანაც დღემდე ვერ გამოდიან. ამას დაერთო მერე ფრანგულ-ამერიკული დაპირისპირება, რომელიც იყო აი იმ დროისთვის პიკში. ყველაფერზე ინკლაობა. ხა მე მაშინ ნატოში მუშაობდი და ხა ჩვენ კი არ ვიყავით წევრები, მაგრამ იმ სტომებზე, სადაც ყველანი ვიყავით, ეს სულ იგრძნობოდა. ის კი არა დერფაში რო დადიოდი, აი გრძნობდი, რომ არაჯანსაღი ატმოსფეროარი ორგანიზაციაში. და ამ დროს ხდება ის, რომ მათ წევრს ვიღაცა თავს ესხმის პირველად, მანამდე არავის თავს არავინ დასხმია. და ყველამ დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა ამ მუხლის ამოქმედებას მხარი. რეალურად ამერიკელებს ვის არ ჭირდებოდა და რაც მოთხოვეს მე ევროპელებს დიდი არაფერი მას ისედაც გააკეთებდნენ. ყველაზე დიდი რაც იყო 2 ავაქსის თვითმფრინავი გააგზავნეს ვაშინგტონის და ნიუ-იორკის საჰაერო სივრცის დასაცავად. და თან რა არის მნიშვნელოვანი? მაშინ აგრესორი იყო არა რუსეთი, არა და საერთოდ სახელმწიფო კი არა, ტერორისტული დაჯგუფება. და ტერორიზმი რომ ტერია და ტერორისტები არიან და მათ რომ უნდა ვებრძოლოთ, ამაზე მთელი მსოფლიო თანხმდება. აი რუსეთი რო ყოფილიყო, რუსეთიდან რო ყოფილიყო ეს თავდასხმა ამერიკაზე, აი მაშინ რა მოხდებოდა? დიდი ეჭვმაქ რომ ეს მუხლი არ ამოქმედდებოდა. აი ახლა რა მოხდება ამ შემთხვევაში? კაცმა არ იცის. რუსეთმა რომ კვილი მოუსინჯოს სადღაც ესტონეთში ან აი ლიტვა-პოლონეთის საზღვარზე სუვალკის დერეფანში ან ლატვიაში. აი მაშინ რა მოხდება? სხვათა შორის გიორგი კიდევ ერთ საინტერესო ის არის. ევროპელებს ცივი ომის დროსაც ეეჭვებოდათ ამერიკელების ერთგულების. და ეს გამოთქმაც კი არსებობდა. გარისკავს კი ამერიკა ნიუ-იორკის უსაფრთხოებით ჰამბურგისთვისო. ანუ იდეა რა არის, რომ თუ რუსეთი ნატოს ევროპულ სახელმწიფოს თავს დაესხმებოდა, ამერიკის ჩართვა ბირთვულ დაპირისპირებამდე მიიყვანა და სამყაროს დანროს უკვე ყველა დარტყმის ქვეშ იყო, მათ შორის ამერიკული ქალაქებიც. და აი ამაზე ეჭვობდნენ, რომ ევროპის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გარისკავდა თუ არა ამერიკის პრეზიდენტი, გარისკავდნენ ამერიკის პრეზიდენტები.
საკუთარ უსაფრთხოებას. შემდეგ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ეჭვიანობა გაქრა არა იმიტომ რომ ნდობა გაუჩნდათ ამერიკელი პრეზიდენტებისათვის, უბრალოდ რისკი გაქრა, ანუ ეჭვიანობის ობიექტი აღარ არსებობდა. როგორც კი დაბრუნდა ეს ეჭვიანობის ობიექტი, როგორც კი დაბრუნდა საფრთხე, მაშინვე დაბრუნდა ეჭვიანობა. ეჭვიანობდნენ ობამაზეც, ეჭვიანობდნენ ბაიდენზეც და ნუ ახლა თავისთავად ეჭვიანობენ. აი, ერთგვარი სიმულაციური მაგალითი თუ რა შეიძლება მოხდეს მეხუთე მუხლის ამოქმედების შემთხვევაში. სხვათაშორის ამოქმედება ყველაზე ადვილი ნაწილია პროცესის. ამისათვის საჭიროა ელჩები შეიკრიბონ თავიანთ სხდომაზე ბრიუსელში, რომელიც ისედაც ყოველდღე იქრიბებიან და გადაწყვიტონ რომ აამოქმედონ მეხუთე მუხლი. ეს არის პოლიტიკური აქტი. აი მერე რა ხდება ამაზე ეს ასად გაწერილი არ არის. იქვე წერია მეხუთე მუხლში რომ შემდეგ უკვე ყველა ქვეყანა თავისი შეხედულებისამე იღებს გადაწყვეტილებას თუ რა სახით ჩაერთოს ოპერაციაში. ჯარისკაცები გაგზავნოს, ტექნიკა გაგზავნოს, ფულადი დახმარება აღმოუჩინოს და უბრალოდ პოლიტიკური მხარდაჭერით შემოიფარგლოს. აი ამის სიმულაციური მაგალითი შეიძლება იყოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, აი რამშტაინის ფორმატის შეხვედრები. ნახე, ყველა იქ არის, ყველა წევრი ნატოს იქ არის. ოღონდ ამერიკა გვერდზე გადგა, თავიდან იდეაც ამერიკელების იყო და ამერიკა ხელმძღვანელობდა ამ ფორმატს, მაგრამ ეხლა გადააბარა გერმანელებს და ბრიტანელებს. ყველანი იქ არიან, ყველანი აკეთებენ განცხადებებს, პოლიტიკურად ხარს უჭერენ, მაგრამ როდესაც საქმე მიდის კონტრიბუციაზე, სულ რამდენიმე სახელმწიფო აქტიურობს. ერთადაც ნორდიკები და ახლა გერმანია მერცის პირობებში გახდა ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. დანარჩენები უბრალოდ ლაპარაკობენ, მაგრამ რეალურად არაფერს არ აკეთებენ. დიდი ალბათობით ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კიდევ დაჭირდებათ უკვე რუსეთის აგრესიის შემთხვევაში მეხუთე მუხლის ამოქმედება. ძალიან საინტერესოა. რეალურად მართალი ბრძანეთ, თქვენ ბევრჯერ ყოფილა ალიანსი ესეთი რაღაცა კრიზისების პერიოდში. მაგრამ ეს ალბათ განსაკუთრებული შემთხვევა არის ის, რაც ახლა ხდება. რამდენად არიან თვითონ ევროპელები, თქვენც ევროპაში იმყოფებით, შუაგულ ევროპაში, რამდენად არიან ევროპელები თვითონ მზად იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიცვან. მესმის რომ შესაძლოა რაღაც ძალიან ზოგადი კითხვა იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ უსაფრთხოებაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ ახლა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგიერთ ტყისიერი საფრთხე არ ქონდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავიანთი მოქალაქეების რაღაცა ეს უსაფრთხოების ელემენტებზე ფიქრი მიმდინარეობს, ხო? რამდენად არიან ამ ყველაფრისთვის მზად, რომ სიცარიელეებით შეავსონ და დაიცვან საჭიროების შემთხვევაში საკუთარი მოქალაქეები? გიორგი, ევროპა ფართომცნებაა. აქ უნდა დავაკონკრეტოთ, ვინც ახლოა რუსეთთან, ის ამას ძალიან კარგად გრძნობს. ვინც შორს არის ნაკლებად. სხვათა შორის ამ მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე ადრე თუ ამერიკის პრეზიდენტებზე ეჭვობენ, დღეს ბალტიელებს რო კითხო, არანაკლებ ეჭვობენ ესპანელებზე, პორტუგალიელებზე, ბერძნებზე, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც ევროპას ემუქრება. ჩვენ სერიოზული საფრთხე მოდის სამხრეთიდან, არალეგალური მიგრანტების სახით და ჩვენ უამრავს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპის სამხრეთის საზღვარი გავამაგროთ. კი ბატონო, ეს მასია, მაგრამ ეს არის გამოვლენა, უკვე გემი რომ მოადგება 1000 ლტოლვილით. მაგრამ საიდან მოდიან ეს ლტოლვილები? რო წახვიდე იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი მოდიან, ყველგან ვაგნერი და მისნაირი რუსული კერძო კომპანიები დახვდება, რომლებიც ხელს უწყობენ იქ დესტაბილიზაციას და რომელსაც გამოურბის ეს ხალხი ევროპაში. ასე რუსეთი მარტო აღმოსავლეთიდან კი არ უტევს, სამხრეთიდანაც უტევს. მანქანა არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ და ფაქტებიც იმის თაობაზე, რომ მაგალითად იგივე სირიელი ლტოლვილების შეშვება მასობრივად ევროპაში, სწორედ რუსეთის დახმარებით მოხდა, ხო, ანუ ბელორუს-პოლონეთის საზღვრის
კვეთები და ეს მასობრივად მიწოვლები და ასე შემდეგ. ეს არ იყო რაღაც სპონტანური გადაწყვეტილება, რომ სამხრეთიდან ამ მიმართულებით წამოსულიყო, ხო, ხალხის ნაკადი. რა თქმა უნდა. საშუალება ევროპას ძალიან ბევრი აქვს, ფინანსურიც, მატერიალურიც და ინტელექტუალურიც. იმის დროს, პანდემიის დროს, COVID პანდემიის დროს, რომ დაჭირდა 3 ტრილიონს ევროს მოუყარეს თავი დიდი გართულების გარეშე, მაგრამ მაშინ ადვილი იყო მოსახლეობის დარწმუნება, იმიტომ რომ ჯანდაცვას ეხებოდა. დღეს როდესაც ჯანდაცვას უნდა მოაკლო, განათლებას მოაკლო, სხვა სოციალურ პროგრამებს უნდა მოაკლო და თავდაცვას მოახმარო, ეს ძალიან არაპოპულარული არის დემოკრატიულ საზოგადოებაში. უბრალოდ იმის გააზრება საჭიროა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა ის არის, რომ მოსახლეობას აუხსნან, რომ ეს ყველაფერი ჯანდაცვა, განათლება, პენსია, ყველაფერი არის რაღაც საძირკველზე და ეს საძირკველი დაფუძნებული საერთში არ კიდია და ეს საძირკველი არის უსაფრთხოება და უსაფრთხოება უნდა იყოს პირველი რიგის პრიორიტეტი. ეხლა რა უნდა გააკეთოს ევროპამ იმისათვის, რომ არ იყოს დამოკიდებული ამერიკაზე. ეს უკვე გააზრებულია ყველას, რომ ამერიკა აღარ არის მოკავშირე. და არ აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა შემდეგ ხელისუფლების სათავეში, ეს პროცესი დაწყებული არის ასევე ობიექტური რეალობები ამერიკის დახმარების შემცირებისა, არა მარტო ეს ტრამპის ახირება, არამედ ობიექტური რეალობები. ამერიკა არის მთავარი ექსპორტიორი შეიარაღების მთელ მსოფლიოში, თან ისე რომ ორი თავით უსწრებს ყველა დანარჩენს. მაგრამ იარაღის წარმოების მოცულობა ამერიკაში არ გაზრდილა ცივი ომის შემდეგ. ეს ბოლო 30 წელი იმ რაოდენობით იარაღს აწარმოებენ, რამდენიც ცივი ომის დროს აწარმოებდნენ და დღეს მოთხოვნა ძალიან გაზრდილი არის. დღეს რა მიმდინარეობს ერთი ფორმაციის დაშლა და ახალი ფორმაციის ჩამოყალიბება. თან სადაც შუაში ვართ ამ პროცესის. ეს ერთი პოპულარული სოფლიო დაიშალა, მრავალპოლარული ჯერ არ ჩამოყალიბებულა. რთული პერიოდია, რისკებით ახსავსე და შესაბამისად მოთხოვნა შეიარაღებაზე არის ძალიან დიდი. და ამერიკას უბრალოდ არ აქვს ამდენი საშუალება. აგერ ირანის კამპანიამ სადღაც ერთი კვირა კი არა, 5 დღეში უკვე დეფიციტი გააჩინა შეიარაღების. ამდენად საჭიროა ევროპამ აწარმოოს მაქსიმალურად რისი გაკეთებაც შეუძლია იმისთვის, რომ არ იყოს დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. აქ გერმანია ხდება ლიდერი ამ მიმართებით? აქ ამ მიმართებით გერმანია ხდება ლიდერი? თუ საფრანგეთი? ნახოთ, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ანუ ხა რომელი წინ წავა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ევროპამ თავის პარტნიორებს არ არის აუცილებელი მაინც ევროპაში მოიხარშოს. ევროპას ყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც დიდი სიამოვნებით იმუშავებს მათთან ერთად იგივე ევროპის უსაფრთხოებაზე, იმიტომ რომ ევროპის უსაფრთხოება არ არის მარტო ევროპელების საზრუნავი. ძლიერი, დემოკრატიული და მდიდარი ევროპა არის სასურველი პარტნიორი ბევრი დემოკრატიული ქვეყნისთვის აზიაში და სხვაგან. ასე რომ, ახლა მაგალითად პოლონელები სამხრეთ კორეელებთან აწარმოებენ, იწყებენ ტამაჰავკის ტიპის რაკეტების წარმოებას. ესეთი რაღაცეები კიდევ უფრო მეტი იქნება. მთავარია, რომ ევროპამ განავითაროს თავისი როგორც ამე სტრატეგიული ავტონომია. სტრატეგიული ავტონომია ეს ფართო მცნებაა და იმ სტრატეგიულ ავტონომიაში უსაფრთხოების კომპონენტი უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ახლა და ასევე მეხუთე მუხლზე რომ ვილაპარაკეთ, რომ შეიძლება არ ამუშავდეს. მეხუთე მუხლის არ ამუშავება არ უნდა იყოს დამანგრეველი. ნატოსთვის იქნება დამანგრეველი, მაგრამ არ უნდა იყოს ევროპისთვის დამანგრეველი. ამისათვის უნდა შეიქმნას მექანიზმები და სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებს მეხუთე მუხლის მიღმა. ამუშავდება, არ ამუშავდება, იმათ ავტონომიურად უნდა იმუშაონ. ესეთი რაღაცებით უკვე არსებობს. მაგალითად, JEF, როგორი შიფრება, Joint Expeditionary Force, ერთობლივი საექსპედიციო ძალები.
ხო, ეს არის ნორდიკული ქვეყნების გაერთიანება, 10 ქვეყანა არის, ბრიტანეთი, დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. ეს არის სტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში საჭირო რესურსების, როგორც ადამიანური, ასევე შეიარაღების მაქსიმალურად სწრაფად მობილიზება და განთავსება საჭიროების დანიშნულების ადგილას. განურჩევლად იმისა, ამოქმედება მეხუთე თუ არ ამოქმედება, ეს არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, თუმცა ნატოსთან გარკვეულწილად ინტეგრირებული. სხვათა ცოტა ხნის წინ, ერთი თვის წინ ამ ქვეყნის ლიდერები, პირველი პირები შეიკრიბნენ და ამას არ ქონია დიდი ესეთი გამოხმაურება პრესაში, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სალაპარაკოდ იყვნენ შეკრებილები და არა ფოტოების გადასაღება და სხვათა უკრაინა მიუერთდა ამ ორგანიზაციას მიუერთდა საპარტნიორო შეთანხმება გააფორმა. ასე რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, სადღაც ნატოსა და ევროკავშირის შუაში უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს ავტონომიურად და ეს უნდა იყოს ყველაფერი სრული ჯაჭვი დაწყებული სარდლობიდან საკომანდო სამეთაურო შტაბიდან და დასრულებული თვითონ ამ საბრძოლო ელემენტებით. ეს არ უნდა მოხდეს დუბლირება, რა თქმა უნდა, მაგრამ ორივე ევროკავშირმაც და ნატომაც ერთობლივად უნდა განავითარონ ეს კომპონენტები, რომ და ევროკავშირმაც უნდა იფიქროს იმაზე, როგორ აამოქმედოს 42.7 მუხლი, ნატოს მეხუთე მუხლის იდენტური მუხლი, რომელიც აქვს, მაგრამ არანაირი მექანიზმი იმის გამოყენების მას არ გააჩნია. მეტიც იგივე ევროკავშირის ხელშეკრულებაში, სადაც ეს მუხლი არის, იქ სხვაგან წერია, რომ საფრთხის შემთხვევაში გადამისამართება არის ნატოსთან. ანუ კანონმდებლობაც უნდა დაიხვეწოს და სტრუქტურული მექანიზმები შეიქმნას ამ კანონმდებლობის ასასრულებლად. კეთილი, ჩვენ დაახლოებით 7 წუთი დაგვრჩა დრო და მე მინდა გთხოვოთ, რომ შევეხოთ უკრაინის თემას. უკრაინას რა როლი ექნება ევროპის ახალი უსაფრთხოების კონფიგურაციაში? უკრაინას ძალიან დიდი როლი აქვს უკვე, არათუ ექნება, არამედ უკვე ძალიან დიდი როლი აქვს ევროპის უსაფრთხოებაში და ამასობაში უკრაინამ რა უნდა აკეთოს. სანამ ეს ომი მიდის ნატოში წევრობაზე საუბარი არ არის, მაგრამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად ინტეგრირდეს ნატოს სამხედრო სტრუქტურებში. აი ისე როგორც ფინეთი იყო. ფინეთი ეხლა ხანს გაწევრიანდა, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ფინეთის თავდაცვის სტრუქტურა იყო მთლიანად ინტეგრირებული ნატოში. აი ამას უნდა ეცადოს უკრაინა რამდენადაც შეუძლია. უნდა განავითაროს ორხრივი თანამშრომლობები ცალკეულ ქვეყნებთან, განსაკუთრებით სამხედრო ინდუსტრიის დარგში და ამას უკვე აკეთებს. თუ მიაქციეთ ყურადღება, ცოტა ხნის წინ რამშტაინის ბოლო შეხვედრის შემდეგ კანცლერ მერცთან ერთად ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენცია და იქ ისეთი რაღაცა თქვა, რომ ესო ბრძოლის ველზეო უფრო მეტი ადგილობრივი წარმოების იარაღი გვაქვს, ვიდრე იმპორტირებულიო. და უკრაინას შეუძლიაო დღეს უკვე ორჯერ მეტი აწარმოოს, ვიდრე ფრონტზე ჭირდებაო. ანუ სთავაზობს უკვე საკუთარ წარმოებას პარტნიორებს. ეს ხაჭებს პირველად მოხდა, იმიტომ რომ უკრაინა ერთ-ერთი მსხვილი იარაღის ექსპორტიორი იყო, მაგრამ ომი რო დაიწყო, გააჩერეს, აღბრძანეს ყველაფრის გაყიდვა და აი ახლა პირველად პრეზიდენტმა ზელენსკიმ შესთავაზა უკრაინული წარმოება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ევროპელებისთვის და ყველაფრისთვის. აგერ ირანის კამპანიის დაწყებისთანავე ჩავიდა პრეზიდენტი ზელენსკი რეგიონში და რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა შეთანხმება ამ საჰაერო თავდაცვის და მათი უნარები ძალიან ეფექტურად გამოიყენეს. დიახ.
საერთოდ ამ უკრაინის ომმა ბევრი რაღაცა შეცვალა. თვითონ ომი გახსოვთ დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 60 კილომეტრიანი კოლონით და დღეს ეს გადაიქცა რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიების ომში. ეს დრონები უკრაინის ომში არ დაწყებულა, ეს ყარაბაღის ომი ითვლება მათ დასაწყისად, მაგრამ უკრაინელებმა გამოიგონეს აი ამ იაფიანი დრონების იაფიანი გაუვნებელყოფის საშუალება, რაც ნატოელებს არ აქვთ. პოლონეთში რომ ვითომ შემთხვევით შეიჭრა 20 რუსული დრონი, F-35-ები ააფრინეს მაშინ. და ტრაბახობდნენ, რომ ჩვენ ყველა დრონი გავაუნებელყავით და ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, ვერავინ მოგვერევა, მაგრამ მე მივხვდნენ, რომ სატრაბახო არაფერი არ იყო, რაღაც 10,000-იანი პლასტმასის დრონის გავაუნებელყოფლად F-35-ებით ერთჯერადად მოიგერიებთ, კი ბატონო, შეტევა. იგივე იყო სპარსეთის ყურეში პეტრიოტების გამოყენებით. კი ბატონო, და ეს გააკეთეს უკრაინელებმა. ეს გააკეთეს უკრაინელებმა. უკრაინელებს აღმოაჩნდათ საოცარი უნარი ინოვაციის. დღეს ამბობთ თელესოფლიო ლაპარაკობს, ინდეს ლაპარაკობენ, რომ რაინმეტალის პრეზიდენტს ეთქობა რაღაცა გერმანული თავმოყარეობა, გერმანულმა თავმოყარეობამ შეაწუხა და ცოტა კბილიც გაკრა, რომ რა არის ამას რო ლაპარაკობთ უკრაინული ინოვაციებზე, არაფერი ახალი ტექნოლოგია, ახალი თაობის ტექნოლოგია მათ არ მოუგონიათო. ძველ ტექნოლოგიებს იყენებენ უბრალოდ ეფექტურადო. კი, მაგრამ საერთო ლექსიკონში წერია, რომ ინოვაცია უნდა იყოს მაინდა-მაინც ახალი თაობის ტექნოლოგია. ინოვაცია არის, როდესაც რთულ პრობლემას მარტივ განკლობის საშუალებას მოუძებნით და ეს გააკეთეს უკრაინელებმა. ანუ და ასევე ევროპამ უნდა ისწავლოს ძალიან ბევრი უკრაინისგან ტოტალური თავდაცვის მიმართულებით. ეს ტოტალური თავდაცვა არის, რაც ევროპას არ ახსოვს, უკვე კაიხანია და არანაირი გამოცდილება ამისი არ აქვს. როდესაც მთელი ქვეყანა ჯარით, ზურგის სამსახურით, სამხედროც, სამოქალაქო პირით, ქალიც, კაციც, შეზღუდული შესაძლებლობის პირი ყველა მუშაობს ომისთვის. უკრაინელებმა ამის სახელმწიფოს წერენ დღეს. ბატონო, დროში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენ ტრადიციულად ვერ ჩავეტიეთ ახლა იმ დროში, ამიტომაც ჩვენს მაყურებელს ვთავაზობ მესამე ეპიზოდს აუცილებლად უახლოეს პერიოდში, სადაც მთლიანად ვისაუბრებთ საქართველოზე, საქართველოს ადგილზე, ამ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში, უნდა კონდეს თუ არა ადგილი, აქვს თუ არა შესაძლებლობა და საერთოდ როგორ გამოიყურება დღეს და რა პერსპექტივა გააჩნია. ასე რომ ძალიან გთხოვთ იყავით ჩვენთან ერთად, მოიწონეთ ვიდეო და ნუ გააზიარეთ და ასე შემდეგ. ბატონ დათო დონდუას ურმესი მადლობა და შეხვედრამდე ძალიან მალე. მადლობთ.